თავი მე-15. ჩამოვიდნენ ზოგიერთები იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს. თუ წინა დაცვეთას არ მიიღებთ მოცეს წესით, ვერ გადარჩებითო. როდესაც პავლეს და ბარნაბას უთანხმოება და დიდი დავა მოუხდათ მათთან, გადაწყვიტეს პავლე, ბარნაბა და ზოგიერთი სხვა მათგანი ამ საკითხის გამო ასულიყვნენ იერუსალიმში მოციქულებთან და ხუცესებთან. ეკლესია მიავლინა ისინი და ფინიკიასა და სამარიაში გავლისას უამბობდნენ წარმართა მოქცევაზე და ყველა ძმათაგან დიდ სიხარულს ანიჭებდნენ. იერუსალიმში რომ მივიდნენ, ისინი მიიღეს ეკლესიამ, მოციქულებმა და უხუცესებმა, დაუწყეს მათი ხელით რამდენი რამ მოიმოქმედა ღმერთმა. მაშინ წამოდგნენ ზოგიერთნი, მორწმუნენი ფარისეველთა მწვალებლობიდან და თქვეს, რომ საჭიროა მათი წინა დაცვეთა და მცნებად დადება, რომ დაიცვან მოსეს რჯული. მოციქულები და უხუცესები შეიკრიბნენ ამ საქმის გასარჩევად. ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ პეტრე ადგა და უთხრა მათ: კაცნო, ძმანო, თქვენ იცით, რომ ღმერთმა პირველი დღეებიდანვე ამომირჩია თქვენ შორის, რათა წარმართებს ჩემი პირით მოესმინათ სახარების სიტყვა და ერწმუნათ. გულთამხილველმა ღმერთმა დაუმოწმა მათ სულიწმიდის მიცემით, როგორც ჩვენ მოგვცა. განსხვავება არ არის ჩვენსა და მათ შორის. წმენით გაწმიდა მათი გულები. ახლა რატომ გინდათ გამოსცადოთ ღმერთი და ქედზე დაადგათ მოწაფეებს უღელი, რომლის ტარება ვერც ჩვენმა მამებმა შეძლეს, ვერც ჩვენ, მაგრამ ჩვენ გვწამს, რომ ჩვენ უფლისიესოს მადლით გადავრჩებით ისევე, როგორც ისინი. მაშინ ბევრი დადუმდა და უსმენდა ბარნაბასა და პავლეს, რომლებიც მოუთხრობდნენ თუ რა ნიშნები და სასწაულები მოახდინა ღმერთმა მათი ხელით წარმართებს შორის. ხოლო როცა ისინი დადუმდნენ, იაკობმა მიუგო და თქვა: კაცნო, ძმანო, მომისმინეთ, სიმონმა მოგვითხრა, როგორ მოხედა ღმერთმა პირველად წარმართებს, რომ წარმართაგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის. მასვე შეესატყვისება წინასწარმეტყველთა სიტყვები, როგორც დაწერილია. ამის შემდეგ დაბრუნდები და აღვადგენ დავითის დამხობილ კარავს. დანგრეულს აღვადგენ და კვლავ ავაშენებ. რათა ეძიოს უფალი ადამის ნატამალმა და ჩემი სახელით წოდებულმა ყველა ერმა, ამბობს უფალი, ყოველივე ამის მოქმედი. უკუნისიდან ღვთისათვის ცნობილია ყოველი მისი საქმე. ამიტომ მე ვფიქრობ, არ დავაბრკოლოთ ისინი, ვინც წარმართაგან ღვთისკენ არიან მოქცეულნი. არამედ მივწეროთ მათ, რომ თავი შეეკავონ კერპების მიერ შებილწულისაგან, სიძვისაგან, დამხრჩვალისა და სისხლისაგან. ვინაიდან მოსეს რჯულს ძველთაგანვე ყავს ყველა ქალაქში თავისი მოქადაგენი და იგი ყოველ შაბათს იკითხება სინაგოგებში. მაშინ მოციქულებმა და უხუცესებმა მთელ ეკლესიასთან ერთად საჭიროდ მიიჩნიეს და ამოარჩიეს თავიანთი წრიდან კაცები ანტიოქიაში მისავლენად პავლესთან და ბარნაბასთან ერთად. იუდა, რომელსაც ბარსაბა ეწოდა და სილა, კაცები, რომლებიც პირველობდნენ ძმებს შორის. თავიანთი ხელით ასე დაწერეს: მოციქულები და უხუცესები ძმები ანტიოქიაში, სირიასა და კილიკიაში წარმართაგან მოქცეულ ძმებს გიხაროდეთ. რა კი გავიგეთ, რომ ზოგიერთებმა, რომლებიც ჩვენგან გამოვიდნენ, აღგაშფოთეს თავიანთი სიტყვები და სული შეგირყიეს, რადგან გითხრეს, უნდა წინა დაიცვითოთ და ჯული დაიცვათო, რაც ჩვენ არ დაგვივალებია. ამის გამო ერთსულოვნად საჭიროდ მივიჩნიეთ კაცების არჩევა თქვენთან მოსავლენად ჩვენ საყვარელ ბარნაბასთან და პავლესთან ერთად. კაცებთან, რომელთაც თავი გადასცეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის. ჩვენ გამოგიგზავნეთ იუდა და სილა, რომლებიც ამასვე გადმოგცემენ სიტყვით. ვინაიდან მართებულად მიიჩნია სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავით არის ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია. თავი შეიკავეთ ნაკერპავთაგან და სისხლისაგან, დამხრჩვალისა და სიძვისაგან. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ, იყავით ჯანმრთელად. წარგზავნილები მივიდნენ ანტიოქიაში. შეკრიბეს კრებული და გადასცეს წერილი. როდესაც წაიკითხეს, გაიხარეს ამ ნუგეშის ცემით. იუდამ და სილამ, რომლებიც აგრეთვე წინასწარმეტყველნი იყვნენ, მრავალი სიტყვით ანუგეშეს ძმები და გაამხნევეს. დახვეს იქ რამდენიმე ხანი და მშვიდობით გამოისტუბრეს ძმებმა მოციქულებთან. სილამ იქვე დარჩენა ინება, ხოლო პავლე და ბარნაბა დარჩნენ ანტიოქიაში, ბევრ სხვასთან ერთად, ასწავლიდნენ და ახარებდნენ უფლის სიტყვას. რამდენიმე დღის შემდეგ პავლემ უთხრა ბარნაბას: წავიდეთ კიდევ და მოვინახულოთ ჩვენი ძმები ყველა ქალაქში, სადაც ვიქადაგეთ უფლის სიტყვა. ნახოთ როგორ არიან. ბარნაბას სურდა თან წაეყვანა იოანე, რომელსაც ერქვა მარკოზი.
პავლე კი ფიქრობდა, რომ არ უნდა წაეყვანათ ის, ვინც ჩამოშორდა მათ პამფილიაში და არ წაყვა მათ საქმეზე. აქედან ჩამოვარდა უთანხმოება, ასე რომ ისინი დასცილდნენ ერთმანეთს. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოსი და გასცურეს კვიპროსამდე, ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა ძმათაგან, უფლისმატლს მინდობილი. დადიოდა სირიასა და კილიკიაში და განამტკიცებდა ეკლესიებს.